Თქვენ აქტიური ურთიერთობა გაქვთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან, ხომ ასეა? მართალია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ის პირადად მიიწვია ინაუგურაციაზე. ეს მე გავაკეთე ჰელსინკის კომისიის წევრებთან ერთად. ჩვენ მივიწვიეთ ის ინაუგურაციაზე. მე ძალიან მადლობელი დავჭი იმის გამო, რომ მოგვეცა შესაძლებლობა შევხედროდით სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს და თავდაცვის მდივან პიტ ჰექსეტს. ზურაბიშვილმა ასევე მოახერხა წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონთან და ამერიკის მუდმივ წარმომადგენელთან გაეროში, ელი სტეფანიკთან შეხვედრა. ფაქტობრივად იმ რამდენიმე დღეში, რომელიც ზურაბიშვილმა აქ გაატარა, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის შემადგენლობის ნახევარს შეხვდა. ბატონო პრეზიდენტო, იმ დროს, როდესაც მე ამ აზრს ვაყალიბებ, ჩვენ კონფლიქტის საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ალბათ თქვენთვის ცნობილია, რომ უცხო ქვეყნის არჩევნების დროს საზღვარგარეთ მიცემულ ხმებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, არა? დიახ, გეთანხმებით. რას ფიქრობთ პროტესტანტებისთვის საომარი დახმარების გაწევაზე? თუ ამ კუთხით თქვენ რაიმე წინადადება გაქვთ, გთხოვთ ის გაუგზავნოთ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას, კონკრეტულად კი პოლ მაცაროს კომისიას. ბატონო პრეზიდენტო, მე საჭირო ადამიანებს დაუკავშირდები და დიდი სიამოვნებით მივიღებთ თქვენს წინადადებებსა თუ იდეებს. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.